გამარჯობათ, მე ვარ ანი გოცირიძე, HR-ის მენეჯერი. დიდი ხანია დაახლოებით 9 წელია, რაც უკვე გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და დღეს მოკლედ მოგიყვებით ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ როგორ შეიძლება რომ აგვიყვანონ სამსახურში, მე როგორ გავხდეთ წარმატებული თანამშრომლები და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტი კითხვები გექნება და რაც უფრო ინტერაქტიული იქნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მით უფრო საინტერესო იქნება თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ასე შემდეგ. ამიტომ არ მოგერიდოთ ნებისმიერი კითხვა დასვით, შეგვიძლია ესე დიალოგის რეჟიმში წავიყვანოთ დღევანდელი შეხვედრა. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ როცა ვაბარებთ, პრინციპში, მეტად ჩამოყალიბებულები ვართ, უკვე რა გვინდა, რა მიმართულებით გვინდა წასვლა და ასე შემდეგ. მე დაახლოებით უკვე მესამე კურსიდან ვიწყებთ კონკრეტულად იმ სფეროზე ფიქრს, თუ სადაც გვინდა რომ ჩვენი კარიერა განვავითაროთ. საით გვინდა რომ გავიზარდოთ, კარგი სამსახური ვიშოვოთ, ბევრი ფული ვიშოვოთ და კარგი ხელფასი გქონდეს და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელია რომ გავარკვიოთ რა გვინდა. ვინ ვართ ჩვენ? ანუ რა შესაძლებლობები გვაქვს, რაში ვართ მაგრები. ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმ სწავლიდან გამომდინარეც უკვე ნელ-ნელა ყალიბდება ხოლმე და თვითონ საგნები თუ რასაც უკეთესად სწავლობთ, უკვე იქით მათემატიკისკენ გვაქვს მიდრეკილება თუ რაღაც ჰუმანიტარული საგნებისკენ უფრო კარგად ვიგებთ. შესაბამისად, მე უკვე ვფიქრობთ თუ როგორი კომპანია გვირჩევნია, როგორი სამსახური გვინდა, გვინდა რომ ვიყოთ ძალიან დატვირთულები, გვინდა რომ რაღაც უფრო დიდ ორგანიზაციაში ვიმუშაოთ, უფრო პატარა და თან წყნარად და მშვიდად თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი თავიდანვე კარგად უნდა გავიაზროთ და მერე დავიწყოთ უკვე სამსახურის ძიება. რა გვანიჭებს ბედნიერებას? ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომფორტული ადგილი ვიპოვოთ ჩვენი სამსახურისთვის, ჩვენი კარიერისთვის, რომ მერე კარგად და მხიარულად ვიმუშაოთ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ღიმილით მივდიოდეთ სამსახურში თუნდაც, ხო? რომ გვიხაროდეს იმ სამსახურში მისვლა და იმ საქმის კეთება, რაც დაგვევალება სამომავლოდ. იმიტომ რომ მაინც ყველა სამსახური რაღაცა პერიოდის მერე დამღლელია, შეიძლება მოსაბეზრებელიც იყოს, ამიტომ იდეალური სამუშაო რო ვიშოვოთ, უნდა თავიდანვე გავსაზღვროთ თუ რა გვინდა და რა გვაინტერესებს და რა გვანიჭებს ბედნიერებას. პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, როცა გამოცხადდება უკვე ვაკანსია და ჩვენ რო ჩამოყალიბებული ვართ უკვე რა მიმართულებით გვინდა რომ ვიპოვოთ ეს სამსახური, პირველი არის CV-ს გაგზავნა თავისთავად იმ ვაკანსიაზე, რაც გამოცხადდა, ხო? CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც ორივე ხშირ შემთხვევაში მოთხოვნილია ხოლმე დამქირავებლის მიერ, პირველი ეტაპია თქვენი წარმატებისა, თქვენი წარმატებული სამსახურის დაწყებისა. თუ ეს ეტაპი წარმატებით ვერ გავიარეთ და ვერ გადავლახეთ, შესაბამისად მე ინტერვიუზეც არ დაგვიძახებენ, ან თუნდაც ტესტზე. და შემდეგ ეტაპებზე ვერ გადავალთ ძალიან მარტივად. ამიტომ CV-თ რო დავიწყოთ, თქვათ. მნიშვნელოვანია რომ CV იყოს აწყობილი ესეთ კარგ ფორმატში. იმისთვის რომ დამქირავებელი როცა თქვენ CV-ს შეხედავს, დაინტერესოს ის და წაიკითხოს ბოლომდე თუნდაც. გადადოს იმ რაღაცა მოკლე სიაში, რომლებსაც შემდეგ ეტაპზე გადაიყვანენ და დაიბარებენ ისევ და ისევ იმ გასაუბრებას. CV-ს ფონტი თუნდაც, სურათი, ფორმატი აწყობილი, აუცილებელია რომ იყოს რაღაცა სტანდარტიც კი არის ხოლმე, შეიძლება თქვენ შაბლონებიც კი ნახოთ, თქვათ, სხვადასხვა ინტერნეტის საშუალებით, ძალიან ბევრი საშუალებებია, რომ იქიდან თქვათ რაღაცები გადმოვიღოთ და ავაწყოთ ჩვენი იდეალური CV. მაგრამ პირველი რაც თავარია, აუცილებელია რომ იყოს ისეთი ფონტი, რომელსაც მარტო თქვენი კომპიუტერი არ კითხულობს და სხვა სადაც გააგზავნეთ, ყველა გახსის და ყველა ნახავს. ამიტომ ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია ხოლმე რომ PDF-ში გადაიტანოთ თუნდაც CV და არა ვთქვათ Word-ის ფაილში, რომელსაც ყველა გახსნის მარტივად, ხო? ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც თანმიმდევრობა თუ როგორ გვაქვს ინფორმაცია დალაგებული CV-ში. პირველი აუცილებელია რომ ვთქვათ იყოს რაღაცა საკონტაქტო ინფორმაცია, ზოგადი ინფორმაცია თქვენ შესახებ, სახელი და გვარი და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე მოვდივართ რიგითობით. ანუ თავიდან სასურველია რომ ჩავწეროთ სამუშაო გამოცდილება თუ გვაქვს ესეთი. სამუშაო გამოცდილების მერე უკვე მოდის განათლება, შემდეგ მოდის უკვე რელევანტური პროექტები, თუ რაიმეში ვიყავით ჩართული, თუ რაიმე გამოცდილება გვაქვს, რაც საინტერესო იქნება კონკრეტულად იმ პოზიციისთვის, ამასაც აუცილებლად აღვნიშნავთ ხოლმე CV-შიც. თვითონ განლაგება, თუნდაც განათლების, თუნდაც პროექტების, თუნდაც გამოცდილების, აუცილებელია რომ იყოს უკუსვლით დალაგებული. ანუ დღეს სადაც მუშაობთ, დღეს რასაც აკეთებთ, იმას წერთ პირველს და შემდეგ უკვე მიდიხართ უკან და თქვა წარსულისკენ, ასე რომ დავარქვათ.
იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა გამოცდილება არ გვაქვს, ვიწყებთ განათლებით იმ პროექტების, რასაც გვიმუშავია, თუნდაც უნივერსიტეტშიც, ესეც ძალიან საინტერესოა ხოლმე დამქირავებლისთვის და შემდეგ უკვე თქვა ძალიან რაღაცებს ვაგრძელებთ, თუ რამე გვაქვს საინტერესო მოსაყვარლის ივშივე. რაც შეეხება სამოტივაციო წერილს, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ სამოტივაციო წერილი თითოეული პოზიციისთვის დავწეროთ ცალ-ცალკე, სხვადასხვანაირი. ანუ ძალიან ხშირად შემხედრია ხოლმე, რომ რაღაცა შაბლონი აქვს სამოტივაციო წერილის და ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც არ აგზავნიან ამ წერილს, ყველგან არის ერთი და იგივე, რაც ზოგადად არასწორია ხოლმე. ანუ სამოტივაციო წერილი არის მონათხრობი იმისა, რასაც CV ვერ იტევს, როგორც წესი, იმიტომ რომ CV უფრო ტექნიკური რაღაც ჩამონათვალია, ხოლო სამოტივაციო წერილში წერთ თუ რატო გვაინტერესებს ეს პოზიცია, რატო ვართ შესაბამისი ამ პოზიციისთვის, რა გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ამ პოზიციაზე აგვიყვანონ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი შეგვიძლიათ მოკლედ მოვყვეთ სამოტივაციო წერილში. თვითონ განლაგება რო ავიღოთ სამოტივაციო წერილი, შეიძლება დავიწყოთ იმითი თუ საიდან გავიგეთ ამ ვაკანსიის შესახებ, მერე შუატანი იყოს იმაზე თუ როგორ და რატო ვართ, ვთქვათ, კარგი კანდიდატი ამ პოზიციისთვის და საბოლოოდ ვთქვათ, დავასრულოთ იმითი, რომ ველოდებით მათგან პასუხს და ძალიან მოხარულები ვიქნებით თუ მათი გუნდის წევრი გავხდებით. ანუ დაახლოებით ესეთი ფორმა რო ავიღოთ ხოლმე სამოტივაციო წერილის. რაც შეეხება სურათს, ასევე ამაზეც მინდა რომ აღვნიშნო, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ შეიძლება ზოგჯერ კურიოზულიც კი იყოს ხოლმე CV-ები მოსული სხვადასხვანაირი სურათებით. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სურათი იყოს ესეთი სერიოზული, სოლიდური, რომ რაღაცა ამან არ გამოიწვიოს იმის შტაბ-ეწოდება არ დატოვოს დამქირავებელზე, რომ ვთქვათ, არასერიოზულად უდგებით თუნდაც ამ პოზიციას და ზოგადად ვთქვათ, არ იცით სად აგზავნით თუნდაც CV-ს, ხო? არ არის აუცილებელი რომ ეს რაღაცა პასპორტის სურათი იყოს, იმიტომ რომ პასპორტის სურათში არ გამოვდივართ ხოლმე ისე კარგად როგორც გვინდა, მაგრამ ნუ სასურველია რომ იყოს სოლიდური სურათი, ესეთი სერიოზული. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, თუ გვინდა რომ აი ეს პირველი ეტაპი შერჩევის, გადავლახოთ წარმატებით და შემდეგ უკვე დაგვიბარონ ინტერვიუზე. ინტერვიუს შემთხვევაში რაღაცა პატარ-პატარა წესები არის, რომელსაც ესე ზოგადად რომ საუბრობ ხოლმე, შეიძლება არასერიოზულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ აი ეს ყველა დეტალი მოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე დამქირავებლის მხრიდან. ანუ აი ეს დეტალებია ზუსტად იმის განმაპირობებელი, აგვიყვანენ თუ არა ჩვენ სამსახურში. პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავიგვიანოთ ინტერვიუზე, მივიდეთ რამდენიმე წუთით ადრეც, რომ წყნარად შვიდად შევიდეთ, რომ ჩვენ თვითონაც რაღაცა დაწყნარებლად ვიყოთ, იმიტომ რომ როგორც იცით, ნერვიულობთ ხოლმე ინტერვიუზე, როცა მივდივართ, ამიტომ გვჭირდება რაღაცა დრო, რომ თქვა თუნდაც გარემოს კარგად შევეწყოთ, დამშვიდდეთ და ისე გავაგრძელოთ ჩვენ ინტერვიუ. შემდეგი რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის პოზიტიური განწყობა. ღიმილი არის ერთ-ერთი დიდი გადამწყვეტი ფაქტორი იმაზე თუ აგვიყვანენ თუ არა სამსახურში. ჩვენ უნდა მივიდეთ ინტერვიუზე და გასაუბრებაზე იმ განწყობით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ აგვიყვანონ. არ უნდა ნერვიულობამ, არ უნდა განაპირობოს ის, რომ თქვათ ვიყოთ ძალიან დაძაბულები, შესაბამისად დაძაბულობა მერე იწვევს ზუსტად იმ რაღაცა თუნდაც არაეფექტურ ინტერვიუს, თუნდაც იმას, რომ რაღაცები გვავიწყდება, რომ თქვათ იმდენად ნერვიულობ და დაძაბულობ. ანუ რაც უფრო მოდუნებულები იქნებით, რაც უფრო დადებითი განწყობით იქნებით ინტერვიუის მიმართ, მით უფრო წარმატებით ჩაილვის ის ინტერვიუ. ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ ვიცოდეთ იმ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, წინასწარ ვიცოდეთ თუ რა პოზიციაზე მივდივართ, იმიტომ რომ არის ხოლმე ვთქვათ კითხვები, რომელზეც პასუხი ხშირად გამიგია, რომ აი არ ვიცი რა კომპანია, იცით, პირველად გავიგე, არ ვიცი რა პოზიცია, ზოგადად აი ესე გავაგზავნე ბევრზე და ერთ-ერთიდან დამირეკეს და აი ვერც გავიგე ტელეფონში თქვათ რა პოზიციიდან მირეკავდნენ და რა კომპანიიდან მირეკავდნენ, ხო? ანუ ეს უკვე განაპირობებს იმას, რომ ინტერვიუ ფიქრობს, რომ თქვენ არასერიოზულად ხართ განწყობილი ამ ვაკანსიის მიმართ და შესაბამისად უკვე უარყოფითად მიდის თქვენი ინტერვიუ, რაც ასევე არ არის სასურველი. ხელის ჩამორთმევით მისალმება. ეს ცოტა ისე საკამათო თემაა ხოლმე. არის შემთხვევები, როცა თუნდაც კომისიაში ძალიან ბევრი ადამიანი ზის, ხო? და ერთი 6-7 ადამიანი რო ზის, იქ ყველას ვერ ჩამოვვლით და ყველას ხელს ვერ ჩამოვართო, ეს ცოტა უხერხულ მდგომარეობას შექმნის. ამიტომ თქვენ თვითონ რო შეხვალთ ინტერვიუზე, დაახლოებით სიტუაციას გიკარნახებთ, ღირს თუ არა, ვთქვათ, მსგავსი მისალმება. თუ ინტერვიუი წამოიწია, მით უმეტეს აუცილებლად ხელი უნდა ჩამოართვათ.
ესეც რო გავყოთ, თქვათ, უცხოელების შემთხვევაში თუ დამქირავებელი უცხოელია, 99% შემთხვევაში აუცილებლად ხელს ჩამოგართმევს და მოგესალმებათ. ამიტომ მსგავსი რაღაცეებით შეგიძლიათ, თქვათ, გაითვალისწინოთ ხოლმე, იმიტომ რომ ხელის ჩამორთმევით მისალმება არის საკმაოდ კარგი ჟესტი და თქვათ, რაღაცა კარგი ფაქტორი იმისთვის, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ყურადღებით მოусმინეთ კითხვებს, რასაც დაგისმევენ და უპასუხეთ ზუსტად იმ კითხვას, რაც აინტერესებთ მათ. მქონია ხოლმე შემთხვევა, როცა თქვათ, ერთ კითხვას უსმენთ და აბსოლუტურად სხვა რაღაცას გვპასუხობს კანდიდატი, რაც ასევე, ერთია რომ დროს აკარგვინებთ იმ დამქირავებელს, მეორეა რომ იმ კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს ის, რაც მას აინტერესებს და შესაბამისად ეს საბოლოოდ, თქვათ, არაეფექტური ინტერვიუს შემადგენელი ნაწილია ხოლმე, რაც არ გვაწყობს უბრალოდ. შემდეგი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის თუ როგორ ვუპასუხებთ იმ კითხვას, რასაც დაგვისმევენ. სტრუქტურა თვითონ პასუხის ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ უნდა დაიმახსოვრონ ის პასუხები, რასაც ჩვენ გავცემთ. ამიტომ რაც უფრო ქაოტურად ვცემთ ამ პასუხებს, შესაბამისად იმ, თქვათ, რაღაცა ძირითად ნაწილებს და ძირითად ფაქტორებს დამქირავებელიც ვერ იმახსოვრებს და შესაბამისად მას შეიძლება საერთოდ აღარ დააინტერესოთ მე თქვენი კანდიდატი. კითხვაზე პასუხის გაცემისას უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხი გავცეთ სტრუქტურირებულად, თავიდან თუ რა გავაკეთეთ, რატომ გავაკეთეთ და რა შედეგი მოიტანა იმან, რაც გავაკეთეთ. განათლებაში იქნება ეს, გამოცდილებაში იქნება თუ ასე შემდეგ. მსგავსი სტრუქტურით გაცემული პასუხი ყოველთვის არის ხოლმე დამამახსოვრებელი. და ამიტომ ესე უფრო სასურველია, რომ მსგავსი სტრუქტურით გავცეთ ხოლმე პასუხები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეც დაიმახსოვროთ. ასევე სულ ვიზახი ხოლმე ამას, რომ მაქსიმალურად გულახდილები უნდა ვიყოთ გასაუბრებაზე. პატარა ტყუილიც კი შეიძლება გადაიზარდოს, თქვათ, რაღაცა ინტერვიუს კოლაფში, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც შეგატყვეს, რომ იტყუებით, შეგატყვეს, რომ არ ხართ გულახდილები ბოლომდე, შესაბამისად მე უკვე დანარჩენი, რაც სიმართლეს გილაპარაკიათ ინტერვიუზე, იმაშიც კი შეიძლება ეჭვი შეიტანონ, ამიტომ ესეც უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ. გულახდილობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი ესე პირდაპირ დავულაგოთ. შეგვიძლია რაღაცები შევფუთოთ, გავალამაზოთ, ცოტა მარკეტინგული ხრიკები გამოვიყენოთ, ასე რომ ვთქვათ, და ცოტა ლამაზად მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ამაზე არავინ, ვთქვათ, არ გამოკეთდება და ამაზე უარყოფითი განწყობა არავის არ ექნება. უბრალოდ მაქსიმალურად რასაც ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ რეალობასთან ახლოს იყოს და შეესაბამებოდეს სიმართლეს, რაც რეალურად გაგვიკეთებია თუ გვისწავლია და ასე შემდეგ. კონკრეტული მოყოლა ვთქვათ ხო, თავიდანვე იწყება ხოლმე ესეთი კითხვით, რომ მოგვიყევით თქვენ შესახებ. ამ დროსაც თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ხაზი გაუსვათ და კონკრეტულად ისაუბროთ ისეთ თემებზე, რომელიც იმ პოზიციისთვის, იმ მომენტში არის რელევანტური და იქნება საინტერესო. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გავუკეთებია, რაღაცა მუსიკაზე გვივლია ბავშვობაში და ძალიან კარგად ვღერით თუნდაც და ასე შემდეგ. მაგრამ იმ დროს შეიძლება აბსოლუტურად არ იყოს ეს საინტერესო იმ პოზიციისთვის და იმ კომპანიისთვის, ამიტომ ზედმეტი ლაპარაკი არასდროს არ არის ხოლმე გამართლებული. არ უნდა დავღალოთ ინტერვიუერი, რომ ბოლოს იმდენად დაქანცული იყოს, რომ აღარ მოგვისმინოს იმ რაღაცა საინტერესო თემებზე, რომელიც რეალურად უნდა აინტერესებდეს, ხო? ამიტომ მსგავსი რაღაცებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ყველაზე წარმატებული ინტერვიუ არის, როცა ორმხრივი ხდება საბოლოოდ საუბარი, როცა დიალოგში გადავდივართ. როცა ჩვენ რო დაგვისმევენ კითხვებს და ამაზე რო ვუპასუხებთ, შესაბამისად შეგვიძლია შიგადაშიგ მათაც დაუსვათ კითხვები. რა თქმა უნდა, ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და ისევ არ უნდა დავღალოთ ძალიან, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ დიალოგი შედგეს და არა მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს არის ხოლმე როგორც წესი ყველაზე ეფექტური ინტერვიუ, რომლის შემდეგაც ფაქტობრივად გარანტირებული გაქვს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. თუ რა თქმა უნდა, რელევანტური იქნება ეს დიალოგი, სხვა რაღაცაზე არ უნდა ისაუბროთ, ხო? ამიტომ ეცადეთ, რომ ზუსტად აი ეს მომენტები გამოიყენოთ ინტერვიუს დროს, როცა თქვენ შეგიძლიათ შეუბრუნოთ კითხვა, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ რაღაცა ორმხრივ კომუნიკაციაში, რაც საკმაოდ წარმატებული იქნება საბოლოოდ. შემდეგი ეტაპების გარკვევაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხოლმე. ამ კუთხით, როცა საბოლოოდ რომ თავდება ხოლმე ინტერვიუ, ძალიან ხშირად გვეკითხებიან თუ თქვათ, რაიმე დამატებითი კითხვა ხო არ გაქვთ თუნდაც, რა გაინტერესებთ კიდევ და ასე შემდეგ.
ამ დროს შეგვიძლია რა თქმა უნდა დავსვათ კითხვა თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი. ეს ტესტი იქნება, ისევ გასაუბრება იქნება, თქვათ როგორ შეგვატყობინებენ თუნდაც პასუხის შესახებ და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი რაღაცეებიც რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ ვიკითხოთ. ასევე რჩევა იქნება ერთგვარი, რომ პირველ გასაუბრებაზე თავი შეიკავოთ თუნდაც ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიღებისგან. ანუ კითხვა იმის შესახებ თუ ხელფასი რამდენიმე ექნება პირველ გასაუბრებაზე შეიძლება არ იყოს თქვათ მიზანშეწონილი. ასევე თუნდაც გრაფიკის შესახებ. ანუ გრაფიკის შესახებ როცა კითხავს ვსვათ, ინტერვიუში შეიძლება დაიბადოს შეგრძნება, რომ არ გინდათ შედარებით დატვირთული გრაფიკით მუშაობა, გეზარებათ თუნდაც მუშაობა ისეთი რეჟიმით, როგორც შეიძლება მათ შემოგთავაზონ და ასე შემდეგ. ანუ მსგავს რაღაცებისგან მაინც თავი შევიკავოთ. უკვე შემდეგ ეტაპებზე, როცა ფინალურ ეტაპზე მივალთ, რა თქმა უნდა, იქ დეტალები უნდა გამოვიკითხოთ ხოლმე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავარკვიოთ იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ გვიღირს თუ არა იმ კომპანიაში მუშაობა საერთოდ. ზოგადად არის კითხვები, რომელიც ისმევა ხოლმე როგორც წესი ინტერვიუზე. არის მასიურად, სადაც კი ყოფილვარ, ფაქტიურად ყველგან მეტნაკლებად ერთნაირი კითხვებია ხოლმე, რაც ასევე გამოადგება კანდიდატებს, რომ წინასწარ იცოდნენ თქვა და წინასწარ მომზადებული ქონდეთ თუ რა უპასუხო. გამოცდილების შესახებ, განათლების შესახებ ზოგადად ხო? ანუ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი კითხვების განმეორება, ну, რისთვისაც რაც პრინციპში პლუსია იმ კანდიდატისთვის, იმიტომ რომ მან წინასწარ მეტნაკლებად იცის თუ რაზე უნდა უპასუხოს. პირველი, რასაც ну, swame ხოლმე არის ის თუ როგორ გონიათ, რა არის საჭირო ამ სამუშაოს შესასრულებლად. რას გააკეთებდით ამ პოზიციაზე რომ აგვეყვანეთ თქვენ. როგორ იქნებოდა თქვენი პირველი დღე, ესეთი კითხვაც ყოფილა, ხო? აი რომ წარმოვიდგინოთ, მოგვიყევით იმის შესახებ თუ როგორ დაიწყებდით დღეს რომ აგვეყვანეთ სამსახურში. მსგავსი კითხვები ძალიან ხშირად ისმევა როგორც აღვნიშნეთ და პასუხიც საკმაოდ მარტივია ხოლმე. ისევ რომ გავმეორდეთ, აუცილებელია რომ წინასწარ ვიცოდეთ თუ ეს პოზიცია რას მოიცავს. შეიძლება დეტალურად არ ვიცოდეთ, უბრალოდ ის სამუშაო აღწერილობა თუნდაც რაც ვაკანსიაში ედებათ მათ, იქიდან გამომდინარეც დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს უკვე, ხო? სად მივდივართ, რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ. ამიტომ მსგავს კითხვაზე პასუხი უნდა გქონდეს თუ რას გააკეთებდით იქ, რატო გინდათ საერთოდ იმ სამუშაოზე მუშაობა, რა გაგიკეთებიათ მანამდე რაც განაპირობებს იმას, რომ კარგად და ეფექტურად შეასრულებთ იმ სამუშაოს, რაზეც გაქვთ პრეტენზია თუნდაც ხო და რაზეც გინდათ რომ აგიყვანონ. ანუ მსგავსი პასუხები საკმაოდ ჩამოყალიბებულად უნდა გქონდეს, რომ ინტერვიუერს დარჩე შთაბეჭდილება, რომ თქვენ მომზადებული ხართ და ზუსტად იცით საერთოდ რა გინდათ, რაც ასევე ერთ-ერთი თქვა დადებითი მხარეა ხოლმე ინტერვიუს დროს. არის ასევე კითხვა, რომ ვთქვათ, შეიძლება ესეთი ფორმულირებაც კი გქონდეს, რომ აი გარეთ არის რაღაც ბევრი კანდიდატი და მითხარი, რატო ჯობი ხარ შენ იმათ, ვთქვათ, რატო უნდა აგიყვანოს შენ და რატო არ უნდა ავიყვანოს სხვა. ნუ მსგავს კითხვაზე პასუხებიც გამიგია, რომ ვთქვათ, მე არ ვიცნობ იმათ და შესაბამისად მე ვერ გამსჯი თუ რატო ჯობი ვარ მათ. მე ჩემ თავზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სხვა უნდა ილაპარაკოს ამის შესახებ. ანუ ზოგადად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იქ ვართ მისული იმისთვის, რომ საკუთარი თავი გავყიდოთ ფაქტიურად, ხო? ჩვენ ვართ რაღაცა პროდუქტი, ჩვენი განათლებით, ჩვენი გამოცდილებით, რომელიც უნდა მივყიდოთ იმ დამხირავებელს. ამიტომ იმის თქვა, რომ მე ჩემ თავზე ვერ ვისაუბრებ და ვერ მოვყვები თუ რა გამიკეთებია და როგორ გამიკეთებია, უკვე ნიშნავს იმას, რომ ინტერვიუერი საკმაოდ ნეგატიურად არის განწყობილი. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალიან ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და ძალიან ესე თავში ავარდნილად არ უნდა ვისაუბროთ და ჩემნაირი არავინ არ დადის ამ ქვეყანაზე, ამით არ უნდა შევაწუხოთ დამქირავებელი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები. უნდა მოვყვეთ იქ თუ რა გაგვიკეთებია და რატო ვთვლით, რომ სხვებზე უკეთესები ვართ. ინტერვიუერი კითხვას როცა გისვათ, ის აუცილებლად ელოდება იმ კითხვაზე პასუხს. ანუ იმიტომ არ გისვათ მაგ კითხვას, რომ მოისმინოს თქვენგან, რომ იცით რა მე თავმდაბალი ვარ ესეთი და შესაბამისად ჩემ თავზე ვერ ვისაუბრებ. მას სჭირდება ზუსტად იმ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, რომელიც თქვენგან უნდა მოდიოდეს. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ. პირველი კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენგან, როგორც და კანდიდატისგან არ უნდა მოდიოდეს მსგავსი კითხვა, შეიძლება ინტერვიუერმა თვითონ დაგისვათ, თუ რა ხელფასზე გაქვთ პრეტენზია, რა არის თქვენი მინიმალური მოთხოვნა, რაზეც თქვათ შეიძლება განიხილოთ ამ პოზიციაზე მუშაობა. ესეც ზუსტად იმ კატეგორიის კითხვა, როცა
მომისმენია პასუხები, რომ აი ვიცით არ ვიცი, რამდენსაც მომცემთ თანახმავა, არ არის პრობლემა, განსაკუთრებით როცა თქვა ახალი პირველი სამუშაოა ხოლმე, ხო? ესეც არასერიოზულია. ამიტომ აქაც უნდა კონდეთ დაახლოებით მოძიებული თუნდაც წინასწარ ინფორმაცია იმ კომპანიაში დაახლოებით რა ხელფასებია. ამ პოზიციაზე ზოგადად ბაზარში დაახლოებით რამდენს იხდიან ხოლმე. და ასევე თქვენი ის მინიმუმი, რაზეც გიღირთ ელემენტარულად მისვლა სამსახურამდე და უკან წამოსვლა. ეს ყველაფერი ერთად უნდა გქონდეთ გაერთიანებული და რაღაცა საშუალო თანხა უნდა იცოდეთ თუ რა ღირხართ. რა გიღირთ, რა თანხა გიღირთ იმისთვის, რომ დაიწყოთ ამ პოზიციაზე მუშაობა. ანუ ესეც ერთ-ერთი, ვთქვათ, სერიოზული პასუხია, რომელსაც ინტერვიუში საკმაოდ აფასებს ხოლმე, როცა ვიცით ჩვენ რა ვღირებთ. ანუ აქ რა თქმა უნდა არის ხოლმე ესეთი კამათი, რომ აი ძალიან ბევრი რო უთხრა, ყველას უნდა ხო, მე ხელფასი ხა მაგაზე არც არის კამათი. მაგ შემთხვევაში შეიძლება არ ამიყვანონ, იმიტომ რომ არ ქონდეთ მაგდენი გასაუწყებელი. თუ ძალიან ცოტა უთხარით, მაგდროს შეიძლება კომპანია მიფიქროს, რომ ესე იგი არ არის ეს ისეთი პროფესიონალი, როგორც საჭიროა, თუ გაცილებით ნაკლებს ითხოვს, ესე იგი ჩვენ უფრო მაგარი გვინდა, რომელიც თქვათ კარგი ხელფასი ითხოვს, იმიტომ რომ რაც უფრო პროფესიონალიზმი გვემატება, შესაბამისად ანაზღაურებაც იზრდება ხოლმე, ხო, როგორც იცით თქვათ. ამიტომ აი ეს შუალედი კარგად უნდა გქონდეს განსაზღვრული და გათვლილი. შეიძლება კონკრეტული თანხაც არ უთხრათ, მაგრამ თუნდაც რაღაცა 600-დან 800 ლარამდე დაახლოებით რეინჯი მაინც რო უთხრათ, უკვე საკმარისია ხოლმე და შესაბამისად დამაკმაყოფილებელი იქნება თვითონ დამქირავებლისთვის მსგავსი პასუხი. და რეინჯი რამდენია დამაკმაყოფილებელი? გაჩნე პოზიციას. ნუ საშუალოდ 200 ლარიანი რეინჯი საკმარისია. თუ სტაჟირებას ვიწყებთ მაგალითად და თქვათ ესე, განსხვავებას გულისხმობ ხელფასთან. კი, 200-300 ლარის სხვაობას როცა ვიძახით, საკმაოდ მისაღებია ხოლმე. პლუს მინუს 200 ლარი დაახლოებით ეს რო. ხო, ესე იგი ვერ ხარ ბოლომდე ჩამოყალიბებული ზოგადად რა კიდე, იმიტომ რომ 500 ლარი საკმაოდ ისეთ მოცულობითი თანხაა უკვე, რომელიც განსხვავება ის. 200-300 ლარი პლუს მინუს არის ხოლმე საკმაოდ ისეთი მისაღები პასუხი ამ შემთხვევაში, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ. რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა? ესეც ერთ-ერთი კითხვაა ხოლმე. ამ დროს რა თქმა უნდა, პირველი პასუხი რაც მოგდის არის ის, რომ დავიწყოთ ქება იმ კომპანიის, სადაც მივდივართ, ხო? და იმ პოზიციის, რაც ასევე საკმაოდ მისაღებია ხოლმე. აქაც ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და ნუ თქვენერი კომპანია ცხოვრებაში არ მინახია და ეს რა ხართ და როგორები ხართ და სასწაულები ხართ, და ეს რა თქმა უნდა არა გულწრფელი იქნება და ინტერვიუით მიხვდება, რომ რაღაცას არ გულწრფელად ვაკეთებთ, ხო და რაღაცას ვიტყუებით. ამიტომ ზომიერად და კონკრეტული რაღაცა ფაქტები მოვიყვანოთ, თუ რატომ მოგწონს ეს კომპანია. იმიტომ რომ თქვათ საკმაოდ ამდენი თანამშრომელი ყავს და საკმაოდ დიდია. იმიტომ რომ ბაზარზე თქვათ ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია. ძალიან კარგი იმიჯი აქვს. იცით რომ თანამშრომლები ძალიან კარგად ექცევიან შეგიძლიათ ასევე საკმაოდ კარგი პასუხია ხოლმე, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ დადებითად მოქმედებს თვითონ კომპანიის იმიჯს. ამიტომ მსგავსი რაღაცებიც წინასწარ გქონდეთ მომზადებული, თქვათ, რაც უნდა უპასუხოთ ამ შემთხვევაში. ასევე ერთ-ერთი კითხვა არის ხოლმე, მუშაობთ თუ არა ეხლა? თუ არ მუშაობთ, რატო არ მუშაობთ? აქაც პასუხი მზად უნდა გქონდეთ. წამოხვედით სამსახურიდან, გამოგიშვეს სამსახურიდან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ ცოტა ესეთი დელიკატურია ხოლმე, თუ გამოგიშვებს სამსახურიდან, ამის თქმა შეიძლება არ იყოს მომგებიანი ინტერვიუსთვის. თუ შემცირებაში მოყევით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მარტივი სათქმელია და ნუ ყველა დამქირავებელმა მეტნაკლებად იცის, რომ მსგავსი რაღაცები ხდება და ამაზე პრეტენზია არავის არ ექნება. მაგრამ თუ გამოგიშვეს რაღაცა კონკრეტული მიზეზების გამო, ამ დროსაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვათ, წინა კომპანია უარყოფითად არ მოიხსენიოთ. ანუ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად დადებითები იყოთ ყველა მხრივ. არ დაიწყოთ წინა კომპანიის ლანძღვა, იმიტომ რომ სასიზღრები იყვნენ და გამომაგდეს და არ დააფასეს, რასაც ვაკეთებდი და ასე შემდეგ. ანუ ნეგატიური ნებისმიერი პასუხი, რასაც კი გასცემთ, უკვე არასწორია ხოლმე და ცუდად აღიქმება თვითონ დამქირავებლის მხრიდან. ამიტომ ეცადეთ, რომ გქონდეთ ჩამოყალიბებული პასუხი, რომელიც იქნება შესაბამისი თავისთავად, თუნდაც სამსახურიდან გამოშვებაზე იქაც შეიძლება იყოს თქვათ რაღაცა მიზეზები, რომელიც მოიყვანოთ. თუნდაც რაღაცა პერიოდი გქონდათ ისეთი რთული, როცა ვერ უთმობდით სამსახურს დროს და შესაბამისად ეფექტი და შედეგი ისეთი არ იყო, როგორც თქვენს გინდოდათ და თუნდაც კომპანიასაც უნდათ. მაგრამ ამასთანავე ეხლა უკვე მიხვდით, რომ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვათ და შესაბამისად მზად ხართ უკვე რომ სრულფასოვნად დაუთმოთ თავი იმ პოზიციას, რაც არის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უარყოფითად არ მოვიხსენიოთ ის კომპანია, რომ ხელფასი არ მომიმატეს და საზიზღრები და ასე შემდეგ.
უნდა თქვათ, რომ გინდოდათ უფრო მეტი, თქვათ, რაღაცა პასუხისგებლობა. ამოწურეთ ძალიან ისეთი შაბლონური პასუხია, მაგრამ საკმაოდ კარგად ჭრის ხოლმე. გან ვითარდებოდი. თუნდაც იგივე არის ფაქტიურად მოიცავს. რომ გინდოდა რაღაც უფრო მეტი, ანუ გრძნობდი რომ უფრო მეტი შეგეძლო და იქ თქვათ არ გაძლევდნენ ამის საშუალებას, იმიტომ რომ პატარა კომპანია იყო, საქმე იყო ცოტა და ასე შემდეგ. რომ ეხლა მზად ხართ რომ შეეჭიდოთ თქვათ უფრო დიდ კომპანიას, უფრო დიდ საქმეს, რაც საკმაოდ დადებითი პასუხია ხოლმე, რაც ასევე წარმატებული ინტერვიუს ერთ-ერთი თქვათ შემადგენელი ნაწილი. რატომ გინდათ გადმოსვლა? შეიძლება არც იყოთ წამოსული იმ სამსახურიდან, მაგრამ ესეთი შემთხვევა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ გინდა შეცვლა სამსახურის, ხო? აქაც თითქმის იგივეა და იგივე პასუხები გამოგადგებათ, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. რომ გინდათ უფრო მეტი, გჭირდებათ უფრო მეტი. ანუ იმაზეც ეცადეთ, რომ ხაზი არ გაუსვათ, რომ თქვათ უფრო მეტი ანაზღაურება გინდათ, ან მსგავსი რაღაცა მატერიალურ საკითხებზე ეცადეთ, რომ ნაკლებად ისაუბროთ. უბრალოდ დაანახეთ და თქვათ აგრძნობინეთ იმ დამქირავებელს, რომ თქვენ ხართ თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია რომ ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთოს, ძალიან მაგრა იმუშაოს, უბრალოდ ეძებთ კომპანიას, რომელიც ამას ყველაფერს გამოიყენებს. ანუ დაახლოებით ესეთი შტაბ-ეჭდილება უნდა დარჩეს დამქირავებელს, რაც საკმაოდ კარგი იქნება. როდიდან შეგიძლიათ რომ დაიწყოთ მუშაობა? ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი კითხვა. და ნუ ფაქტიურად 99%-ის დამქირავებლები გეკითხებიან ამ კითხვას. აქაც ისეთი თემაა ხოლმე, საკამათო, იმიტომ რომ ნუ კოდექსში წერია როგორც იცით, რომ ერთი თვე არის მინიმუმი, როცა უნდა გავაფრთხილოთ ჩვენ დამქირავებელი, რომ მივდივართ სამსახურიდან. მაგრამ როცა ინტერვიუზე ვართ და იქ ვიტყვით, რომ ერთ თვეში გადმოვალ, შეიძლება ამან განაპირობოს ის, რომ სხვა მთქვას, რომ ორ კვირაში გადმოვალ და შესაბამისად თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილონ საერთოდ. ამიტომ ისეთი ოპტიმალური ვადა რო ავიღოთ, არის 2 კვირა, მოლოდინი დამქირავებელსაც ყოველთვის აქვს, რომ მინიმუმ 2 კვირას კანდიდატი ეტყვის, რომ უნდა დამელოდოთ, იმიტომ რომ იქ უნდა გადავაბაროთ თუნდაც, რაღაცა პასუხისმგებლობები მაქვს. ანუ ისიც არ ვარ გახოლმე, რომ ხვალიდან შემიძლია წამოვიდე და თქვენთან ვიმუშაო. იმიტომ რომ ესე შტაბ-ეჭდილებას ტოვებს, იმიტომ რომ ესე იგი იქ არასერიოზულად უდგებით. უპასუხისმგებლოდ უდგებით იმ სამსახურს, ტოვებთ ისე, არავის არაფერს არ აბარებთ და პირდაპირ გადმოდიხართ, რაც შეიძლება იფიქროს დამქირავებელმა, რომ იგივე გააკეთოთ იმ კომპანიაში, სადაც აგიყვანეთ და სამომავლოდ თქვათ რისკი იყოს. ამიტომ 2 კვირა არის ხოლმე საკმაოდ ისეთი ოპტიმალური ვადა. და მე იმ წინა დამქირავებელთანაც უნდა ეცადოთ, რომ მოაგვაროთ ისე, რომ იმ 2 კვირაში წამოხვიდეთ და თქვათ პრობლემები არ შეგექმნათ თავისთავად. რა ფუნქციებს ასრულებდით წინა სამსახურში? რა მოვალეობები გქონდათ? ესეთი კითხვაც თავისთავად არის. აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ გაუსვათ ხაზი ზუსტად იმ მოვალეობებს, იმ ფუნქციებს, რაც რელევანტურია ამ პოზიციისთვის, რაც ახლა გვაქვს. შეიძლება იქ გქონდა ფუნქცია, რომ თქვათ, ყავა მოგვედუღებინა თუნდაც შეხვედრები დაგვენიშნა და ასე შემდეგ, რაც ეხლა შეიძლება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვართ გასაუბრებაზე, რაც შესაბამისად არ იქნება რელევანტური და არ იქნება საინტერესო, ხო? პირიქით შეიძლება უარყოფითადაც იმოქმედოს. ამიტომ ამოირჩიეთ ის ფუნქციები და იმ ფუნქციებზე ისაუბრეთ და ხაზი გაუსვით, რომელსაც კონკრეტულად ასრულებდით იმ პოზიციაზე, რაც საინტერესო იქნება ამ დამქირავებლისთვის, რაც განაპირობებს იმას, რომ დამქირავებელი გადაწყვეტს თქვენ სამსახურში აყვანას. რაც ყველაზე ასევე ხშირად არის მევა ხოლმე ეს კითხვა, მაგრამ მაინც მზად რო ვიყოთ თავისუფალ დროს როგორ ვატარებთ და რა არის ჩვენი ჰობი თუნდაც, ხო? ანუ მსგავს კითხვასაც გვისმევა ხოლმე. აქაც შეიძლება ძალიან გვიყვარდეს, თქვათ, მეგობრებთან ერთად სმა, კეიფი, სიმღერა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ უნდა ვეცადოთ, რომ ინტერვიუზე მსგავს რაღაცები არ თქვენ. უფრო შაბლონური პასუხები, როგორიც არის თუნდაც რაღაცა კლასიკური ფილმების ყურება, ან რაღაც კინოში სიარული თუნდაც ან წიგნის კითხვა და ასე შემდეგ, მსგავსი რაღაცები შეიძლება თქვათ მოვიშველიოთ. აქაც არ უნდა მოგვივიდეს ზედმეტი და არ უნდა ვთქვათ, რომ აი ჩემი ჰობი არის, რომ აი მარკეტინგული სტატიების კითხვა, დილი და საღამომდე ვზივარ და სულ სტატიებს ვკითხულობ და სულ წიგნებს ვკითხულობ მარკეტინგის შესახებ და ასე შემდეგ. ანუ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს, ხო? იმიტომ რომ ისიც ადამიანია, ვინც მეორე მხარეზის და იცის ზოგადად რა ხდება ამ ცხოვრებაში, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ იმ კითხვებზე, ზოგადად რასაც დაგვისმენთ. ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც ასევე ისმევა ხოლმე და საკმაოდ უჭირთ კანდიდატებს პასუხის გაცემა ძირითადად სუსტ მხარეებზე, რომ არიციან რეალურად ყველას აქვს სუსტი მხარე, მაგაზე ის პასუხიც გამიგია, რომ იცით რა, ეხლა ვერ ვფიქრობ, მე მგონი არა მაქვს სუსტი მხარე. ნუ ეს
ხო, აბსურდია. ყველას გვაქვს რაღაცა მხარე, რომელიც უნდა გამოვასწოროთ და შეიძლება არ იყოს ეს დამღუპველი, მაგრამ უკეთესად რო ვაკეთებდეთ რაღაცას, რა თქმა უნდა, ჯობია ხო. აქაც, ნუ ძლიერი მხარეები, როგორც აღვნიშნეთ, კარგად უნდა შეფუთოთ თქვენი თავი და კარგად უნდა მიაწოდოთ დამქირავებას. რაც შეეხება სუსტ მხარეებს, უნდა ეცადოთ, რომ ეს სუსტი მხარეები, არაპიროვნული სუსტი მხარეების შესახებ გასცეთ პასუხი ამ კითხვაზე. არამედ მიუდგეთ უფრო პროფესიული კუთხით, რაც უფრო მარტივად გადაგალახინებთ ამ კითხვას. რომ თქვათ, არ გიმუშავიათ მაგალითად ამ ხელა ორგანიზაციაში და ეს თქვენი ერთგვარი სუსტი მხარეა, იმიტომ რომ არ ხართ მიჩვეული, თქვათ, შეიძლება ესეთ ორგანიზაციაში მუშაობას. ან თქვენთვის თქვათ ეს მენეჯერული პოზიცია შედარებით ახალია და თქვათ ისეთი გამოცდილება არ გაქვთ თამაში. ანუ მსგავს პასუხებს როცა გავცემთ, ბევრად უფრო შეიძლება მარტივად გავიაროთ ეს ეტაპი, ვიდრე თქვათ თუნდაც პიროვნული სუსტ მხარეებს, რომელიც შეიძლება იყოს დილით მეზარება ადრე ადგომა, ან მიყვარს ბევრი ჭამა, ან მეზარება ხოლმე საქმის კეთება, ან ასე შემდეგ. სუსტი მხარის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სუსტი მხარე, რაც ჩვენ ვაღიარეთ, რო გვაქვს, თუნდაც შეიძლება იყოს, თქვათ, აი მენეჯერულ პოზიციაზე ავყავართ, ხო? და ერთ-ერთი სუსტი მხარე შეიძლება იყოს, რომ აი თანამშრომლს, ასე კაცრად საყვედურს ვერ ეუბნებით. ძალიან ნერვიულობთ, როცა შეიძლება მოგიწიოთ თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება. ანუ შედარებით ემოციურად შეიძლება უდგებოდეთ, თქვათ, თანამშრომლებთან, თქვათ, ურთიერთობას, რაც არის ერთ-ერთი სუსტი მხარე, თუნდაც მენეჯერის, ხო? მაგრამ ნებისმიერ სუსტ მხარეს, რასაც დაასახელებთ, აუცილებლად ეგრევე უნდა დაასახელოთ მისი გამოსწორების გზა. რომ თქვენ აღიარებთ ამას, რომ სუსტი მხარეა, მაგრამ იცით როგორ უნდა გამოასწოროთ ეს. მე კი არ მაქვს თქვათ ახლა ესეთი გამოცდილება დიდ კომპანიაში, მაგრამ ძალიან მალე ვსწავლობ, ძალიან მონდომებული ვარ. ძალიან კარგი უნარები მაქვს. შესაბამისად, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მოკლე ხანში მე ამ ყველაფერს მოვაგვარებ და გამოვასწორებ და თქვათ, გამოგადგებით კარგად. ანუ სუსტ და უარყოფით ნაწილს, რომელსაც გავცევთ პასუხად, აუცილებლად უნდა მოვაყოლოთ ხოლმე დადებითი მხარე, რომელთაც ვამთავრებთ ფაქტიურად იმ კითხვაზე პასუხს და შესაბამისად ინტერვიუს ბევრად უფრო რჩება ინფორმაცია იმ დადებითი მხარის შესახებ, ვიდრე კონკრეტულად აი იმ რაღაცა სუსტ მხარეზე, რომელზეც მანამდე ვისაუბრეთ. ამიტომ მსგავსი ხრიკებიც შეიძლება გამოგადგეთ ხო. ასევე ვახსენეთ კიდევაც ერთ-ერთი კითხვა, ხო, 5 წლის მერე რას აპირებ? საით გინდა რომ თქვა წახვიდე. რა გინდა რომ გააკეთო რაღაცა პერიოდის მერე. შეიძლება აბსოლუტურად არ შეესაბამებოდეს იმას თუ რეალურად რაც მოხდება 5 წლის მერე თუ 10 წლის მერე. ეხლა რასაც იტყვით და რასაც პასუხს გასცემთ, ხო? მაგრამ ინტერვიუერი ელოდება იმას, რომ თქვენ მიზანდასახული ადამიანი ხართ, თქვენ იცით რა გინდათ ცხოვრებაში და შესაბამისად დაახლოებით მაინც წარმოდგენილი გაქვთ, რას გააკეთებთ რაღაცა პერიოდის მერე. ანუ ის პასუხი, რომ მაინც ახლა მაცოცხლე 5 წელი რა ვიცი რა იქნება მერე, რა თქმა უნდა არ არის ხოლმე მისაღები, ხო? ის პასუხიც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ვთქვათ, რომ აი, რა ვიცი, თქვენ ადგილზე დავждებოდი 5 წლის მერე, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენს მაგივრად, ხო? ანუ, რა თქმა უნდა, შეიძლება რეალურად იყოს და იმდენი გააკეთოს იმ თანამშრომლობა 5 წლის მერე ზუსტად იმ გამსაუბრებლის ადგილზე იჯდეს, მაგრამ მაინც არ გვინდა ხო მასეთი პასუხები, იმიტომ შეიძლება გავაღიზიანოთ ამითი და საკმაოდ დავძაბოთ. ამიტომ შეიძლება რომ თქვათ, განვითარდე კარიერაში, ვისწავლო მაქსიმალურად ბევრი, საკმაოდ შეიძლება ბევრი მაქვს კიდე სასწავლე და თქვათ გასაუმჯობესებელი. თქვენ კომპანიაში მინდა ძალიან რომ თქვათ წინ და წინ წავიდე და განვითარდე ისე, მინდა რომ სტაბილურად ვიყო და თქვენი კომპანია დარწმუნებული ვარ ამის საშუალებას მომცემს და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი პასუხები საკმაოდ მისაღებია ხოლმე და დადებითიც არის. ინტერვიუერისთვის, ამიტომ შეგიძლიათ ეს ხრიკიც გამოიყენოთ თუნდაც. ეს ყველაფერი რომ მოთავდება და მივიღებთ დადებით პასუხს, რომ აგვიყვანეს სამსახურში, მერე დგება უკვე დრო, როცა უნდა გავხდეთ კარგი, წარმატებული თანამშრომელი. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი განვითარების საწინდარი, თვითშეფასების ამაღლების საწინდარი, თვითრეალიზების საწინდარი, ანუ ეს ყველაფერი თუ არ გავაკეთეთ ისე როგორც სწორია და როგორც ჩვენვე გამოგვადგება, საბოლოოდ ვერ გავხდებით ისეთი პროფესიონალები, როგორც გვჭირდება რომ ვიყოთ და ვერ ვიქნებით ისეთი მოტივირებულებიც, როგორც გვინდა რომ ვიყოთ და ვერ მივალთ თუნდაც იმ სამსახურში გაღიმებულები, თუ რაღაცა საქმეს ისე ვერ ვაკეთებთ როგორც საჭიროა. იმიტომ რომ მაინც იწვევს ეს რაღაცა დაძაბულობას, ხო? პირველი რაც ყველაზე ხშირად რისი პრობლემაც ხდება ხოლმე არის მოქნილობა, პიროვნული მოქნილობა თანამშრომლის. ანუ
უნარი იმისა, რომ მოერგო სიტუაციას, უნარი იმისა, რომ მოერგო უფროს. ყველას გვაქვს ჩვენი პრინციპები, ყველას გვაქვს რაღაცა პრინციპი, რომელიც, ვერ გადავაბიჯებთ და ეს არის ჩვენი თქვათ რაღაცა კრედო, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იმ ორგანიზაციას მოვერგოთ, სადაც დავიწყოთ მუშაობას. იმიტომ ის ორგანიზაცია 90% შემთხვევაში არ მოგერგებათ თქვენ. თქვენ შეიძლება გქონდეთ რაღაცა თქვენი შეხედულებები, მაგრამ ამ შეხედულებების მიწოდებად დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს აუცილებლად. უნდა იპოვოთ ის რაღაცა ოქროს შუალედი, თუ როგორი კომუნიკაცია გექნებათ უფროსთან, როგორი კომუნიკაცია გექნებათ თქვენს თანამშრომლებთან, ზოგადად კომპანიის მიმართ როგორ იქნებით განწყობილი და ასე შემდეგ. ეცადეთ, რომ იყოთ მაქსიმალურად მოქნილები იმისთვის, რომ კარგად, სწორად მოერგოთ სიტუაციას. როცა არ ხდება მსგავსი რამ, როცა თანამშრომელი ჯიუტია, ესეც დავარქვათ შეიძლება, ბევრად უფრო მეტი პრობლემა გამოდის ხოლმე მაქედან. ბევრად უფრო მეტ პრობლემას იწვევს, თუნდაც მენეჯმენტის დამოკიდებულება მის მიმართ, როცა ყველაფერზე შეიძლება წინააღმდეგებოდეს, ყველაფერზე პრეტენზია ქონდეს, ყველაფერზე თქვათ რაღაცა პრობლემა ქონდეს, უკვე მენეჯმენტიც მათ მიმართ არის ხოლმე არადადებითად განწყობილი, რასაც დავარქვათ. რაც აისახება უკვე მათ განვითარებაზე სამომავლოდ. ამიტომ ეცადეთ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე თავი არ უნდა დავუქნიოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი აზრი უნდა გქონდეს, რომელსაც დავაფიქსირებთ, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურები და საკმაოდ არგუმენტირებულად წყნარად შვიდად მივაწოდოთ ჩვენი აზრი და მოსაზრება, თუნდაც მენეჯმენტს თუ სხვა თანამშრომლებს ზოგადად, რაც ჩვენთვისვე იქნება მომგებიანი. მივიყოთ მზად იმისთვის, რომ მივიღოთ შენიშვნა. არ არსებობს რა ეტაპზე უნდა მივიდეს თანამშრომელი, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის რჩება რაღაცა, რასაც შეიძლება უკეთესად აკეთებდეს. ანუ ყოველთვის რჩება რაღაცა, რაზეც შეიძლება ვინმე მიუთითოს და გამოსწორების გზები ასწავლოს თუნდაც, ხო? და განსაკუთრებით თავიდან როცა ვიწყებთ მუშაობას, ძალიან ბევრი გვაქვს ხოლმე სასწავლე. ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს, თქვათ, გამოსასწორებელი, რაზეც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ მოგცენ შენიშვნა. არავის არ სიამოვნებს, მაგაზში ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ უბედნიერეს ვიქნები, ოღონდ შენიშვნა მომეცით და აბა გისმენთ შენიშვნები დამაყარეთ, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დადებითად მივიღოთ ეს ყველაფერი. გავაანალიზოთ და აქედან მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რას როგორ გამოვასწორებთ. რა თქმა უნდა, უნდა დავეთანხმოთ კიდევაც იმ შენიშვნას. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ისეთი შენიშვნა, რომელსაც აბსოლუტურად არ ეთანხმებით და აბსოლუტურად არ არის, ვთქვათ, სამართლიანი თუნდაც, ხო? მაგრამ უნდა გავაანალიზოთ, უნდა დავფიქრდეთ, იქნებ მე ვაკეთებდი რაღაცას ცუდად, იქნებ მე არ გამომდიოდა რაღაცა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ანუ თქვენი თავი პირველ რიგში უნდა, თქვათ, დააყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, მე ამ ანალიზის მერე, რა თქმა უნდა, მიხვდებით უკვე ღირს თუ არა ამ შენიშვნის გათვალისწინება და თქვათ იმ გამოსწორების გზების ძიება, ხო? ამიტომ ესეც ერთ-ერთი განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. რაც უფრო მეტ სწავლობთ, რაც უფრო მეტი კუთხით ვითარდებით და ვასწორებთ იმ ჩვენ შეცდომებს, თუნდაც რაც გადაგვიშვია, მით უფრო მალე დავდგებით კარგი პროფესიონალები და დავდგებით ზოგადად პროფესიონალები. თუ ამ შენიშვნებს ვერ ვიღებთ, თუ გონია რომ თავიდანვე ვართ გენიოსები და არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არაფერი არ აქვს გამოსასწორებელი, შესაბამისად იმ განვითარების ეტაპს ძალიან რთულად მივაღწევთ, რაც ასევე არ არის ხოლმე კარგი ზოგადად კომპანიაში. ვიყოთ მონდომებულები და გამოვამჟღავნოთ ინიციატივა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ვიღლებით, გვეზარება რაღაცების კეთება, იქ დილით ადექი მიდი 9 საათი სამსახურში, მე მთელი დღე იქ იყავი, მე შეიძლება შაბათ-კვირას მოგიწიოს, ღამე დარჩენა მოგიწიოს, ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რომელსაც შეიძლება დაგღალოს და აღარ გინდოდეს და ვთქვათ, იყო ძალიან ესე თუნდაც დემოტივირებული მაგ კუთხით. მაგრამ ეს არის განვითარების ისევ და ისევ ერთ-ერთი ეტაპი. თუ გინდათ რომ დადგეთ კარგი პროფესიონალები, თუ გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ, იმ თუ სხვა კომპანიაში არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ უნდა იყოთ მონდომებულები. თუ საჭიროა, თუ ჭირდება კომპანიას იმ მომენტში, თქვენ უნდა გამოვაგზავნოთ ინიციატივა. შეიძლება ეს საქმე, რომელიც იმ მომენტში გასაკეთებელია, საერთოდ არ გეხებოდეთ თქვენ, საერთოდ არ იყოს თქვენ სამუშაო აღწერილობაში, მაგრამ აი ეს ინიციატივის გამომჟღავნება ყოველთვის დადებითად აღიქმება ხოლმე მენეჯმენტის მხრიდან. რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ამჟღავებ ინიციატივას და ბოლოს ყველაფერი შენზე გადმოდის, რომ ეს ისედაც აკეთებს და მოდი ბარემ ამას ყველაფერი მივცეთ. რა თქმა უნდა, აქ ზღვარი უნდა არსებობდეს და თუ
კვალიფიციური კარგი მენეჯმენტია, ამას ყველა მიხვდება და არ დაგტვირთავთ ზედმეტად, მაგრამ თქვენი მხრიდან გამოვლენილი ინიციატივა და მონდომება აუცილებლად დაფასდება. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ კომპანიაში თქვათ არ დაგაფასეს ისე როგორც თქვენ თვლით, რომ უნდა დაეფასებინათ, რეკომენდაციას მაინც მოგცემენ კარგს, რომ სხვა კომპანიაში იშოვოთ უკეთესი სამსახური. ამიტომ მსგავსი რაღაცები აუცილებლად გაითვალისწინეთ. დაღლა განსაკუთრებით პირველ პერიოდში ეცადეთ რომ არ გამოამჟღავნოთ და იყოთ მონდომებულები მაქსიმუმ. ანუ ამ ახალი საქმეების კეთებას თუნდაც გამოცდილებას გმატებთ ხო და შესაბამისად თქვათ იზდებით პროფესიულად, რაც ასევე დადებითია თქვენთვის. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. იყავით კოლეგიალურები თანამშრომლებთან. დადებითი განწყობა, ჯანსაღი ურთიერთობები თუნდაც. ეს ყველაფერი აისახება იმაზე თუ თქვენ როგორი თანამშრომელი ხართ. შეიძლება ვიღაცა ნერვებს გვიშლიდეს, არ გვიყვარდეს, არ მოგწონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სამსახურია. ჩვენ შეიძლება ჩვენს დედას, შვილს, ქმარს და ასე შემდეგ სახლში რაღაცაზე პრეტენზიები წაუყენოთ და ვთქვათ, შეიძლება ვიჩხუბოთ კიდევაც, რაღაცა ისე ვუთხრათ, რომ ეწყინოს და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამსახური არის განსხვავებული. უნდა ვიყოთ აქ ისეთი კონსტრუქციულები, მაქსიმალურად დადებითად განწყობილები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის კონფლიქტი, რაც შეიძლება კომპანიაში იყოს. კონფლიქტური თანამშრომელი, რაც არ უნდა მართალს იძახდეს და რაც არ უნდა სწორად ჩხუბობდეს, მაინც ითვლება კონფლიქტურ თანამშრომლად. ამიტომ ეცადეთ, რომ მსგავსი იარლიკი არ გქონდეთ, იმიტომ რომ საბოლოოდ მე ყველაფერზე იქნება განწყობა, რომ ეს მაინც ყველაფერზე ჩხუბობს და უკვე აღარავინ აღარ აკვირდება იმას, სიმართლეზე ჩხუბობთ თუ არა მართალზე. ამიტომ მსგავსი რაღაცაც ეცადეთ, რომ მსგავს მდგომარეობაშიც არ ჩავარდეთ. ვიყოთ კეთილები, კარგად განწყობილები ერთმანეთის მიმართ, რაც ბევრად უფრო დადებითი იქნება ჩვენი ნერვებისთვისაც და სხვისი ნერვებისთვისაც, ასევე ესეც გაითვალისწინეთ. ეს ყველაფერი ფაქტიურად განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით საქმის მცოდნეები და ვიქნებით პროფესიონალები. ტრეინინგები იქნება ნებისმიერი საშუალება, რაც კი შეიძლება კომპანიას მოგცეთ თქვენ. ან ზოგადად თუნდაც კომპანიის გარეთ არის ხოლმე რომ კომპანიები იმდენად შეიძლება ხელს არ გიწყობდეთ თუნდაც ამ კვალიფიკაციის ამაღლებაში, თუნდაც იმ ტრეინინგების გავლაში და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენი გზებით უნდა იპოვოთ ის, რომ თავიდან მაქსიმალური ინფორმაცია დააგროვოთ, მაქსიმალურად ბევრი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მიიღოთ, რომ რაღაცა პერიოდის მერე მაინც დაისვენოთ, რომ აი всё, მე გავიარე ეს ჩემი ეტაპი, გავიარე თქვათ ის რაღაცა პერიოდი, როცა ბევრი ვისწავლე, ბევრი ვიმუშავე და ეხლა ვიმსახურებ, რომ წყნარად შვიდგარემოში ვაკეთო ის საქმე, რაც ძალიან მაგრა ვიცი და რაც ძალიან კარგად გამომდის, ხო? რაც ყველაზე მთავარია, გამოიყენოთ ის მომენტი, რომელსაც აუცილებლად ცხოვრება ერთხელ მაინც გაძლევთ. დაიჭირეთ კამფეტი, ესეთი დევიზი გვაქვს ხოლმე, რომ ის, რასაც ცხოვრებაში შანსი გეძლევათ, რისი შანსით გეძლევათ, იმ მომენტში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გახდეთ ძალიან მაგარი თანამშრომლები, რომ გახდეთ ძალიან მაგარი პროფესიონალები, იმისთვის, რომ თუნდაც გქონდეთ კარგი შემოსავალი, თუნდაც გქონდეთ მაღალი თვითშეფასების საშუალება, რაც ავტომატურად გულისხმობს, ხართ ბედნიერები და მოტივირებულები და გქონდეთ აღიარება თუნდაც სხვების მხრიდან, რომ სხვებიც იძახიან იმას, რომ თქვენ ძალიან მაგრები ხართ. თქვენ ხართ ყოჩაღები, ძალიან წარმატებულები და ამაყობენ იმით, რომ მათ კომპანიაში მუშაობთ, მათი ოჯახის წევრი ხართ, მათი მეგობარი ხართ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ფაქტიურად ვახწევთ საკმაოდ ისეთი შრომით, თავდადებული შრომით, დამღლელიც არის, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ყველაფერს გაუძლოთ რაღაცა პერიოდი მაინც და მე უკვე წყნარად შვიდად გააკეთოთ ის საქმე, რაშიც იქნებით პროფესიონალები და რაც კარგად გამოგიხვით. მადლობა, მე მადლობას მოგიხდით და წარმატებია. ამ ფეტები შეგიძლიათ გაინაწილოთ, ესეც არის. გადააწყვეტ